გამარჯობათ. ერთი სიტყვით გუშინ უყურებდი რომ უყურებდი რა დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ კახეთიდან ვერ წავედი. ჭიათურაში იყო მაღაროელების პროტესტი რა, ეს 3500 ადამიანი დარჩა დაახლოებით უმუშევრად რა, ვიღაცა ვიგინდა რა კომპანიის ხელმძღვანელმა, რავი, სამი თვეა ხელფასებს არ უხდის და ამ ხალხს სოციალური პრობლემები შეექმნათ. და მაგ ხალხს მეტი პროფესია არ გააჩნიათ, პროფესია მაღაროელები არიან და გამოდიან და ლოგიკურადაც იძახიან, რომ ეს სახელმწიფოში არსებული რესურსები ჩვენი სიმდიდრე უნდა იყოს სახელმწიფოსი და არა ვიღაც ხელში, თორე ესეთი პრობლემები ყოველთვის იქნებაო რა. და მართლებიც იყვნენ. ამ ფონზე კონსერვატორებიდან იყო ზურა მახარაძე ჩასული რა იქ და ზუსტად ის განაცხადა, რომ ჩვენ საარჩევნო პროგრამაში, კონსერვატორების საარჩევნო პროგრამაში იყო ხაზგასმით აღნიშნული, რომ სახელმწიფოს წიაღისეულია თუ მიწისქვეშა თუ მიწის ზემოთ არის თუ რაც არის, ეგ უნდა იყოს სახელმწიფოს მართვის ხელში რა. და გამოხდა ეხლა ეს ვიღაცა მთისამბები ჟურნალისტი რო არის გელა მთივნიშვილი, ეს მზიას ნიფხავის ყარაული USAID-ის აგენტი და გამოაჩენა პოსტი, რომ პრორუსები ჩამოვიდნენ იქ და პრორუსები და ბიჭო, ჯერ თქვენ კი არა უშულებამ და ვერავინ ვერ დაადგინა, რომ პრორუსები არიან ეს ხალხი. და ვართ, როგორც გვეძახით, ჯერ ხო ბნელებს გვეძახით, რეებს აღარ გვეძახით. ეხლა კიდე გაშავება, აი თქვენი ცირა კატეგორია ხართ, აი გახწნილ ლეშზე რომ მატალები რო ზიან რა და ფუტუპუტებენ. აი ეხლა აფუტუპუტით ყველა ერთდროულად რა და მე ეს ჩასულიყავით კაცო. ყველანი ეს რავი, ეს ვინცაც ცდილობთ კონსერვატორების გამარგინალებას და პოსტებს და კომენტარებში რომ ჯერ ბიჭო ვიღაცებს რო აგინებთ თქვენ და ოჯახებს რო უგინებთ ვიღაცა რომ მოგადგეთ სახში და დაგიხეთქოთ ეგ თავები და ის დაწერ თითები რო დაგაჭერათ ხო ხარ ადგილსი ბიჭო. თქვენი პოლიტიკური შეხედულების გამო ვიღაცებს ოჯახებს რო აგინებთ თქვენ ცოტა იაზროვნეთ გაიგე? ყველაფრის უფლება არ აგაქვთ ბიჭო და ნუ გაიჯეჯილეთ ვიღაცეებმა. და ის საზოგადოება კიდე არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. სამართლიანობის გულზე არა დგა ის ხალხი გამოსული. რატო არ ჩახვედით თქვენ აბოზერებო თქვენ ა? რო გახკივი ხართ 24 საათი ქუჩაში და ბარაბნებით რო დარბიხართ პიონერებივით. რატო არ ჩახვედით თქვენ? ვინმე დაგიშალათ? არ მიგიღეს იმ ხალხმა? სამართლიანობა თუ გინდათ ის ხალხი ითხოვს სამართალს. რატო არ გამოყავით თავები? თქვენ ვირიშვილებო თქვენ და ენას კვილი დააჭირეთ ვიღაცეებმა. ზედმეტცილებ თქვენ თავზე და აბა რა ვიცი, ვიღაცეებს უკვე ხდება დინგში. ხო უყურებთ და თქვენც ისე არ მოგივიდეთ, რომ ქუჩაში ვიღაცეებმა დინგები დაგისიოთ რა. არ გაახურეთ მართლა თქვენ საქმე კაცო. თუ ერთობა გინდათ, ერთობა ეს ეხდება, რომ ვისა გლეხს რო უჭირს, ეს ქვეყანა არის გლეხებისა. და რიგითი ადამიანებისა. იმათ გვერდზე დადეკით კაცო. ეს USAID-ის გამო რო ტრაკები თქვენი ხელით დაიპარსეთ, მაგ თქვენ არ აქვთ ჩვენ ხალხად, გამიგეთ? და ენას კბილი დააჭირეთ უკველამ რა. ან იქნებით, ან მოძებნეთ, რა ვიცი, ავღანელებივით შეახდით ვიღაცების თვითმფრინავს და წადით ამ ქვეყნიდან, კაცო. დამნანებლის დედავატირე რა. ეს რა ნაროდი ხართ, ბიჭო, აი მართლა მატალები ხართ. მემძორია მატალები რა, თქვენი დედაკი.